მე როდესაც აი ინდივიდუაციის გზაზე დავადექი და ჩემი ღირებული, ჩემი რეალური ფასეულობები გავაცნობიერე საკუთარ სახლში როცა შევედი და ჩემი სახლიდან როცა შეგამჩნიე შენ, აი აქ სხვანაირი სიღრმითი ურთიერთობები მოდის. რატომ არის, რომ ბავშვობაში ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან გვიყვარს და შეიძლება რა თქმა უნდა მოხდეს, რომ ბავშვობის მეგობარიც მერე ზრდასრულობაში იგივე სიღრმისეული მეგობარი გახდეს, მაგრამ ზრდასრულობაში როცა შეიძენ, ან უნივერსიტეტში რო შეიძენ, ან რაღაც ესეც სასწავლო დაწესებულებაში უფრო ფასეული და სიღრმისეული ურთიერთობები გაქვს, იმიტომ რომ უფრო მეტად ჩამოყალიბებული ხარ, გარკვეული ხარ შენ პიროვნებაში და უფრო რეალურ კავშირებს ამყარებ. ამიტომ ჩვენ რო ერთად ყოფნა გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იმიტომ გვინდა, რომ გადარჩენის მექანიზმი გვაქვს. აქ არის ხარისხი და სიღრმე ურთიერთობის, ესე ვიტყოდი. გადარჩენიდან გამომდინარე, როცა ვურთიერთობთ, მე შენთან იმიტომ როცა ვარ, მაგალითად, რომ შენ მაქებ, მაგალითად. მარტო მაგიტო თუ ვარ. მარტო მაგიტო თუ ვარ. ხო, მაგნიც რო ვიყო. ხო, ან რაღაცა, ხო, აი რაღაცა აღიარებას მიკეთებ ტაში დამიკარი და ამიტომ გახდი შენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ეს რა თქმა უნდა არ არის ნამდვილი, შეიძლება არ იყოს და შენ თუ იმიტომ ხარ და ჩვენ იმიტომ თუ მეგობრობთ, რომ საერთო ფასეულობითი სისტემა გვაქვს და რაღაცას ერთობით ვაკეთებთ, ეს არის ძალიან მაგარი და სინამდვილეში ჩვენ ხო ყველანი იქითკენ მივდივართ, რომ ერთნი ვართ და ბოლოს მერე მაგას ხვდებით ხოლმე, ხო? მაგრამ თავიდან ეს პროცესი უნდა გავიარო, ეს რაღაცა ეს მექანიზმი უნდა გავიარო, მე ჩემი თავის პოვნა უნდა დავიწყო და მე უნდა გავმთლიანდე სხვა ადამიანებთან. სხვა შემთხვევაში ეს ის ერთობა არ არის, რა ერთობაზეც ვსაუბრობ.